ზუგდიდის ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი რუზგენ ჩუხუა დღეს დილით ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საკუთარ მანქანაში იპოვეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ემერჯენსის მორიგე ექიმის განმარტებით საავადმყოფოში მოთავსების დროს ის გარდაცვლილი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევიდან ცოტა ხანში მისი ახლობლები, თანამშრომლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ადგილზე მუშაობას აწარმოებდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. ამ დრომდე უცნობია თუ რა მოხდა გარდაცვალების ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცულ რუზგენ ჩუხუას დაცვის პოლიციის ზუგდიდის განყოფილების უფროსის ზვიად კილასონიას ვალი ჰქონდა. არსებული ინფორმაციით ვალის დაბრუნებას გარდაცულს თხოვდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რუზგენ ჩუხუას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ვალის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ოჯახი კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა გარდაცულის ძმა ადასტურებს, რომ დღეს დილით რუზგენ ჩუხუასთან სახლში ზვიად კილასონია იყო. შემთხვევაც სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა. ჯერ არაფერი არ ვიცი და ვერ გეტყვით. არაფერი არ ვიცი ჯერ ვერ გეტყვით. არაფერი არ ვიცი ჯერ არაფერი არ ვიცი. იყო თუ არა კილასონია და მისი სიძე ვალის თაობაზე მისი. კი იყო მისული. იყო თუ არა დაპირისპირება და იყო თუ არა ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით ვერაფერს ვერ გეტყვით ვერაფერს. გაიყვანეს თუ არა სახლიდან. გაიყვანეს კი გაიყვანეს. მანქანაში იყო თუ არა დავა. მანქანაში არაფერი არ ვიცი მე თვითონ არ ვიყავისა. პაციენტი შემოყვანილი იქნა შოკის დარბაზში დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე. ეს იყო გვამი, რომელსაც ჰქონდა მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობა გუნკერტის მარცხენა ნახევარში. მესამე, მეოთხე ნეკთაშუა სივრცეში. სხვა დაზიანებები არა, სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114 მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განმარტებით მოწმის სახით ამ საქმეზე რამოდენიმე პირი დაიკითხა.